ნახეთ, ეხლა ამ ჩემს დაჭრილ ჭარხლის ფოთლებს კარგად გავწურავ, რომ სიმწარე გაუვა ამ ფოთლს თუ რაიმე სიმწარე აქვს და დავიწყებ ამის შენელებას. მწვანილიდან უნდა კამა, ქინძი, ჩემს თუ შულხავს დავაყრით და ხაჭო. და ამის გულსაცით მზად იქნება. ამასობაში ცომსაც დავამუშავებ. ჩემო ბატონო. ამას ეხლა გადმოვიტან ამაზე. აგენაცვალე. ეს ასე. ეხლა ხაჭოსაც შევურევთ. და კამა, ქინძი და ზურიკო წავიდა თორე როგორ მომეხმარებოდა მწვანილის დაჭრაზე. ჩემო ბატონო, ხაჭოა ძალიან კარგი. ისე მევიზამ ეხლა ამას, თორე ზურიკოს რო დაველოდო, მაგი როდის იქნება. ეს კამა და ქინძი. ჩემო ბატონო, მეტი ამას არც არაფერი უნდა. შვენიერი. ისეთი დანების არჩევანია აქა ნაირ-ნაირი და მაინდა-მაინც კაკიანი დანა მოუტანია. აგერ. ჩემო ბატონო, კარგი დანა. ქინძი კი არის ნამდვილად არომატული და ზამთარში ასეთი სურნელოვანი ქინძი იშვიათად, მაგრამ მე მგონი ახალ მოკრეფილი რო ემიტო არის ესეთი. კარგი ძალიან. ნახოთ რა გამოგვივა. ჩავთვლი რომ ეს არის ჩემი ნათლობა ჭახრაკინას და ხაბიძგინას. ბატონო. მარილი აქვს საკმარისად უკვე, წიწაკა და სხვა რაიმე დამატებით ამას არაფერი არ ჭირდება. თავარია ჩემი ოსის გოგოები იყვნენ კმაყოფილები, რომ ამჯერად მისი მოსწავლე ვარ მაგათი. ეს არის ჩვენი გულსართი. მოვედი ნინო, მოვედი. მოდი ზურიკო, მანამ მე დავჭერი უშენოდ მწვანილი ეხლა. გიქნია, ახლა კარტოფილი დამიჭერი შენ. კარტოფილს დაგიჭრე უცებ. დამიჭყლიტე და მე ცომს გამოვიყვან. აღარ გვინდა მე მგონი რაღაც. რა ზურა? არა, მაგას ახლა მე გადმოვწმენ და რაფერი თავი ყველი მოგიტანე ნახე? ვასობიძიას გამოგზავნე. ვასობიძია ჩოხატაური. თბილისში რაც თეთრია, ყველაფერს ყოველს უძახია. ზურიკო, არ გამიხეხავ მაგ ყველს. გახეხვა მეზარება ნინო, არ შემიძლია. და რა სიტყვი. მაშინ კარგად დამიფშვენი. ნახე რა მისი ლამაზია. მოიცა ამ წყალი უნდა გადაუღვარო. მომეცი? მაინც იყენებს ნახე. ყველა არ დაჭრეტო მაგ. რა კაია. კი ბატონო, მაშინ კარტოფილსაც მე ჩავჭყლტავ იმასთან ერთად. ყველთან ერთად. გამიჩვი? პატარა რომ გავშინჯო არ შეიძლება? გასინჯე რა. კაია. სახაჭაპურია. შეხედე ცომი. როგორ ამოვიდა? შვენიერია. გაპუტდა. აგერ მოვიტან ახლა მე კიდევ. ერბო გვაქვს, ნახე რა ფერი კაი. რა მისი ლამაზე ერბოა. ხოშელებიანი ერბოა, კაი. გულში უნდა. თამარამ რა ფერ გითხრა, კაი ერბო თუაო? კაი ერბო თუა, იმითი გამოდის კარგიო. ეხლა ცოტა ხანი ამას დაყოვნება უნდა, რომ დავაგუნდავებ. კილოს გადავაფარებ და გავაჩერნოთ კარგად დაფუთფუთთ ეს. ცირა კია მარტივი საჭმელი, მაგრამ გემრიელია და ამ გაზაფხულზე არაფერი რომ არა, სასარგებლოა. ვიტამინი არაფერში არა. სასარგებლოა და გემრიელია. მეტი რა უნდა იყოს ახლა. ცოტა ყოფნის ადამიანს წესი. სულ არ უნდა ამდენი რამის კეთება, თუკი გემრიელად და კარგად არის სეზონზე სეზონური კვლევა ყოფილი ორგანიზმისთვის ყველაზე კარგი. ყველაზე ძვირად ღირებული რესტორნები ევროპაში. ხო. არის სეზონური და რეგიონალური პროდუქტი. სეზონური და რეგიონალური. ჩვენთან ყოველწელს ყველაფერია ზურა შენ. ხოდა ცუდია მე, კაია მაიგონია? რა ფერ გავხეხე, ნახე, აი კარტოფილი რამის სიყვითლია, ნინო. იმიტომ რომ ეგ არის წითელი კარტოფილი. გორჯუმისაა, გორჯუმის. გორჯუმის კარტოფილია. აჭარიდანაა და ნახე რა აჭარის კარტოფილი ყოველთვის კარგია, ყოველთვის.
თავი შემიძლია დავდო რომ ნამდვილად არ იყენებენ სასუქებს საქონლის ნაკელითაა მოყვანილი. აჰა. რამის სილამაზეა ნახე. ყვითელი კვერცხის გულივით შეხედა. რაფერი მნიშვნელობა აქვს პროდუქტებს რომ მოიარო ქვეყანა ვეღარ იშოვი ნინო. ხალხი დადის ეძებს და ვერ პოულობს. არაა ჯანსაღი პროდუქტი. ეხლა დაიწყო ბევრმა ბიომეურნეობების კეთება და ნახოთ შენ რა როგორ ჯახი გამოვა. გაიცანი კახეთში რა კარგები არიან შენ ხო, წავიდეთ ერთხელ რა. აუცილებლად წავიდეთ ტელევიზიას ვთხოვოთ და წავიყვანოთ და გადავიღოთ მაგენ. იმიტომ მაგათ აქვს ყველაფერი მართლა მეფრინველეობა, აი ქათმებს აწყოს ზრდიან, რომფერი ინდაურები ჩამოიყვან. ო მაგარ. რაფერ ყვებოდენი ყანა მაგ დათესილი, ქერი მაგ დათესილი. სოფელში თუ ინმე გაყიდის, მიწას ჩვენ ყიდულობთო. მე ვთქარ მე როგორ აუდიხართ ესეთი ახალგაზრდები ამ ხელოვნების მოვლას მეთქი და რას ამბობ? აბო იქ რო ვართ რა უნდა გავაკეთოთ? მოდი ამას ცოტა ხანი გავაჩერებ მე და კაია, კაი. დღეს შავს საქმეებს მე მაკეთებიეთ ნინო. მეხმარები. აი, მეც მოგეხმარები მე ბახში, არ გინდა? არ მინდა იმდენი საქმე მაქვს ნინო. თუ ოდესმე მოვა გაზაფხული არ გეგონება ჩემ ბახში. მოვა აბა რა იქნება? სულ მასე ამბობ და სულ გადაყრავებულია ყველაფერი შენთან. ბატონო. ესეთი სილამაზეებია. რაფერი გაგიკეთე ნახე, ეხლა კარგად აურვი. ხვავრიელი გული. თანაბრად უნდა იყოს ბევრია კარტოფილი და ყველით დაჭირდება მაგას კიდე. ქნათ მე არ გვაქვს თუ რა? კი ბატონო. რამდენი უნდა ნახევარი? ნახევარი. მომიტეხე რა, ნუ არ ჩამაყოფიებ. ნახევარზე უნდა ყველი და კარტოფილი. რო კარგი გული გამოუვიდეს. ბატონო. მე ერბოსაც აურევთ და ეგ არის. გადე ცოტა ერბო. ხელით ვერ ვიზამ ერბოს ოღონდ. არ უნდა მეტი ნინო არა. ვიცი, კი უნდა. აი, всё. აი, ამაში მე დამავიწყდა ჩემი იმის მოხრაკული ხახვის ჩადება და აი, ეხლა ჩავდებ. შეხედე? აი, მეგობრებო. მე მგონი კაია, რა ვიცი. всё. ესეც. რაც ხიმიანია. ერბოც დავამატოთ. ეხლა ყველაფერს ერთად ვერ ვიზამ. ან ჭახრაკინათი უნდა დავიწყო, ან მაგი. ვიცით გინდა ნინო, ამას ხომ არ გუფაფერი არ მოვა ამას. შენ გამოახვიე ჭახრაკინა, მე ეს. ამით ქვეყნის გამოვა ნინო, ამას რამდენია ნახე. უი მე რას ამბობ? ჩათვალილო გული გვაქვს, მაგითი გამოწყობა 1.15-ს არის. 15 არ ვიცი, მაგრამ. იცი რა, საჭრეთი ქონდა შენ საცხადა, სად გააქვს? აქ ამაქვს, აი. ცოტა ეს რაღაცა რა უცნაური საწყებია რა ძველი. ვიცი. მაგი კარგად თუ არ გალესა, მე ცომში ამოიბერება. ამობერილსაც შევჭამ ჩვენი ვრა. ბიჭო, კი გაბობა, რომ უშნო იქნება და შე ხო არ გიყვარს უსტო საქმე. რატომ იქნება უშნო? ხო იძახი ხოლმე, სულ მე ლამაზიც უნდა იყოს რატომ საჭმელი და. იქნება უშნო? რატომ? ამობერილი ხაჭაპური რატომ იქნება უშნო? პატარა ასე მთები ვით ეკნება. გადის, არა, ძურა, ცომი არ გადის, უჭირს მერე. კაი და მე თუ ერთი. მამუშავებ ამ დილას და მაყენი აქ აქ. აბა ისთვის მოხვედი? მე ვარ მომლაპარაკე, ლაპარაკი უნდა მე უნდა ვილაპარაკო. ლაპარაკი, ხო, ლაპარაკი, მაგით ცნობილია შენ მოლაპარაკეც რომ ხარ, კაი, ორატორი. ასე ძახოდნენ, გურიაში წყვდნენ ასე, ტეტა იმფერი ლაპარაკი, ავდოკატი გეგონება. აი რატომ არის, რატომ ჯობია გლიცინის ქვეშ სამზარეულო? არ ხარ დამოკიდებული გარემოებებზე. ხო და გენერატორის შუგზე მეტი არ გამოდის განათება და ახლა ამ განათებაზე ასე ვიყოთ არაუშავს. რაფერ მიიღო ჭარხლისფერი მართლა. ხო და რა ლამაზი გამოვიდა მშვენიერი ის არის. სურნელოვანიც არის და მე მგონი ვიზუალურად შენ ხომ არ მოგწონს ბახჩაში და ეზოში საჭმელების კეთება? არა. არ მომწონს. ხო და იყავი ახლა ბნელში. კაი რა რაღაცა რატომ გვითიშავენ ამ შუქს ხო არ იცი შე რა ხდება? რაღაცა კეთდება ალბათ აქ ბევრი მშენებლობაა მეზობლებში და არაუშავს. თავარია ჭახრაკინა გამოგვივიდეს. გენერატორის განათებაზე გამოვა. ჭახრაკინას ცომი უკვე გადასარევია. მორჩილი გახდა ჩემი ცომი ამასობაში. ნინო ეს ასეც კაია და. ხო თუ მორჩება მე შენი იყო ეს. არა გაქვს, მას ახლა ყობზით რა მაჭმევს, მაგრამ აი, ასეც გემრიელი გამოვიდა. ამაში არის ახლა ერბონ, გადასარევი, სასწაული ჩოხატაურის ყველი და კარგი აჭარული კარტოფილი. მშვენიერი ის არის კომბინაცია. ინგრედიენტები შენ რო არ გიყვას ეგ სიტყვა. ინგრედიენტები, შემადგენელი ნაწილები. ეგ ძელი სიტყვა. ძელი სიტყვა მოკლედ ის მიზნა. რა გაქვს ტაფაზეც გაქვს რამე უკვე? არა, ტაფაზე უნდა დავაკრაც. ასე აახო ხოლებ? შენებურად?
მაგი არა, ეგ პირველი საცდელი იყო. საცდელი უძახი გადასარევია. გაჭერი. აბა რას გაჭერი შენ არითმე. რატომ უნდა მევითმინო ჩემს სახლს? ამჯერად იძახი რომ გემო იყოს მთავარიაო და ეგ ლამაზი არ არის. ძალიან ლამაზია ერთი. შეხედე რა მისი ლამაზია. აია, რა გინდა? გასინჯე და მე თქვი რა სილამაზე უნდა ახლა იმას? მარილი თუ უნდა დავამატო. ჭახრაკინას უნდა სილამაზე? აუცილებლად, ამიტომ მე წავალ მე ღუმელში გავაგზელებ ამის დათმობას და ნახე რა ლამაზი. რა ფერგიდა ჩვენ ქვეყნის საქმე გვაქვს ჯერ, გარეთ? კაია. დნება. შეგენაცვალე რა, კაია. ძალიან კაია, ძალიან. აი ბატონო თუ აი აღარ ქვია, ნინო გახურდა აიტაფა დაგიწვავს. არა, ეხლა დავაკრავ მაცადე, ცოტა დაფაზე გავიყვანო და მერე. თორე მერე მივიღებ შენიშვნებს. ბაგი მასი არ უნდა ისე, უნდა ასე, უნდა. ვინ გადლებს შენ, ვინ გიბედავს? ისე რა მაგარი კუთხე გვაქვს ეგ სამაჩაბლოა. ძალიან. რომელი კუთხე არ გაქვს? კაი, რომელი? ყველა და ყველას როგორი აქ თავისებური სამზარეულო გამორჩეული. ამაში ეტყობა ხახვი და ძალიან გემრიელია. მართლა? მწვანე ხავზეა საუბარი. მწვანე ხახვით მე რომ დიდებად დავჭერი და ისიც. კი ბატონო. ჩაშუშული რომ იყო ერბოში. კი ბატონო. ძალიან გემრიელია. აგერ გადევისხი გულზე შენი ჭახრაკინა და ახერა დღეს ჩავარ. აჰა. დასწყერუს ეხლა მე გამოვიყვან ცომებს, ისინი ცოტა დაღურდება და დანარჩენებს გამოვაცხობ ღუმელში. ეს საცდელად საფრთხეა. გავაკეთოთ ხაბიძგინა. შენ როგორც გესიამოვნება და გეამება, ისე გამოაცხვე. ხავარია დღეს გქონდეს გემრიელი ჩაისთან ისმება თუ რასთან შეიძლება მაგი მივატანოთ. ჩაისთან, ყავრავი ყველაფერზე გვარი პირველი მოსართმევი ეგ არის მაგ კუთხეში და ჩვენ რაზეც გავიხარდება. მე ისე გავიზარდე ამ ფერი არ გამოგვიცხვია გურიაში. არა, კაცო, ხო თქვით რომ ეგ არ ვიცი მეც. არ პირველად. გამოცხობით მე პირველად ვაცხობ, მაგრამ ჭამის მიჭამია სამაჩაბლოში რომ. აბა რა. ის ყაჭო ეთყობა დნება. აია. აი გენაცვალე. მოკლედ იმედია დღეს არ დაგვიწუნებენ ჩვენს. და ამას როდის გამოაცხობ? ამას ეხლა ერთხელს გამოვაცხობ ეხლავე და მე მიმირჩემნი ყუმის თანაბრადი ბრატება. ი მურადაშვილების ამბავი რომ მოგიყევი გორიდან, ასე შუაში ხონდა გახვრეტილი. ხო, საჰაერო. ის არა ღუმელში გამომცხარი და იმიტომ რომ მასაც გადაბრუნება არ ჭირდება. არ ჭირდება და იყო ზეთიანი, ზეთი ქონდა. კი, მოსვებული ან ერბო ექნება. ან ერბო ხო. ცხიმიანი რომ იყო მახსოვს და პარკებში იყო. ჩვენთვის გასაკვირი იყო გურიაში ხაჭაპურებს რომ გვიგზავნიდა ბებია იყო ტილოში გახურდა და იყო მშრალი ხო და ისინი რომ აგზავნდნენ პარკში იყო შეფუთული აჰა ცომი გავიყო ძალიან კაია კაია ძალიან აი ბატონო თუ კარგია ახლა ერთსაც საცდელს ამასაც გამოვაცხობ აი რა ყვავრიელი ხელები გაქვს შენი ჯერ იცი რა პროპორციებს ვერ მავშქენი რა ქვია ვერ ვიცავ ტაფა რაღაცა დიდი მოტანილი არაფერი არ აკმაყოფილებს ჩემ გიტარა მინდა ხო იცი იმაზე ვიცი დაკურავ მე ვიცი ჩემი ტაფის ზომა და ჩემი მოვალ ჩემთანაც და გადავიღოთ კი ბატონო სიამოვნები დიღომში შვენივრად ბუხართან დღეს კეცები მე ვარ შვიდად ზუსტად ვიცი რომ გემრიელი 300 პინძლოები გვაქვს გადამღებ ჯგუფსაც სიამოვნებით ვუმასპინძლებთ პროდიუსერით მობძანდება როგორც გვითხრეს და გული გაგვიხარეს მე მგონი რომ მაყურებელსაც ცოტა სითბო, სიყვარული, სილამაზე რაღაცები ვაჩვენეთ. ბევრს ეამებოდა ამის დანახვა, იმიტომ რომ მათი მშობლიური ამბავია, ბევრს კარგი მოსაგონარი ექნება. დაგვიწერეთ იქ კომენტარებში თქვენ როგორ გესიამოვნებათ და როგორ გეამებათ და რა გაგახარებთ და ასე შემდეგ. ჩვენ წავალთ დანარჩენი ამბები გვაქვს. თქვენთან ერთად უნდა მოვიყვანოთ გაზაფხული, ასეთი მიზანი გვაქვს. კი ბატონო. მგონი ეს არაა ცუდი. მალე გაზაფხული მოვა. მოვა, ნამდვილად მოვა და სახლის შენ სიყვარული, მომკლავს შენ სიყვარული დააბხვის. თქვი ჭახრაკინას ძალიან უხდება. ამ ფანჯრის უკან დგას ერთი წითელ ფოთლიანი ტყემალი. იმის კვირტებს ვაკვირდები ხოლმე რომ გავივლი, მოვდივარ სახლიდან, სულ უყურებ. ის რომ დაიბუთქება და აყვავებამდე რომ მიდის, მე აღარაფრის აღარ მეშინია და სხვანაირად ხალისი გაც ხალისი მიჩქებს სხვანაირად გული იმედიანად ვარ, ყოჩაღად ვარ და იმ წითელი ტყემლის იმედად ვარ. დროებით ჩვენ შევხვდებით უკვე სხვა ნაწილში ბაღის. ბუხარი მაქვს დანთებული დღეს ხვათაშორის. იქეთ უნდა სმაგი და იკავშალო? სმაჭამა იქ იქნება, ჭახრაკინა უხდება ჭახს ძალიან. კი ბატონო. დროებით.